Ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბანი რექტორის მისაღებში 10 საათზე გაიხსნა. პირველი ამორჩეველი ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში იყო. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე 312 პირი აირჩევს. ამ დროისათვის საარჩევნო უბანზე საშუალო აქტივობა ფიქსირდება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი დასახელდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბარი საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, არჩევნების შედეგიდან არაუგვიანეს 3 დღეში მეორე ტური დაინიშნება. შეგახსენებთ, რომ აკადემიურმა პერსონალმა არჩევანი 5 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ამ დროისათვის უბანზე პოზიცია კანდიდატებიდან მერაბ ხალვაშის გარდა ყველამ დააფიქსირა. საარჩევნო უბანი უნივერსიტეტში 17 საათზე დაიხურება. საარჩევნო უბანი გაიხსნა დილის 10 საათზე. პირველ ამომრჩევლად გამოცხადდა ბატონი რამაზ ხალვაში. აქტივობა არის ნორმალური. უნდა გამოცხადდეს სით შემადგენლობის 9+1, ანუ 157 ადამიანი და გამარჯვებულად ჩაითვლება ის ადამიანი, რომელიც დააგროვებს უბრალო უმრავლესობას. უნივერსიტეტი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს ძველსა და ახალ შორის. კონკურენტებზე მხოლოდ იმის თქვა შემიძლია, რომ ისინი მათ ბოლო პერიოდამდე ეკავათ ადმინისტრაციული თანამდებობები, ასე რომ უნივერსიტეტში შექმნილ რაც პრობლემები არსებობს, მათ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ ამაზე. მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის წარმატებას, აგრეთვე წელს და მომავალ წელს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარებას, წინსვლასა და გამარჯვებას და ყველაფერს კარგს.